ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის დავა ამჯერად საპარლამენტო ფრაქციის თაობაზე გრძელდება. Როგორც ცნობილია, 13 იანვარს ეგრეთ წოდებული ბოკერია უგულავას წარმომადგენლებმა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს ნიკა მელიას და სახელწოდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ევროპული საქართველოთი ჩაანაცვლეს, თუმცა შემადგენლობა იგივე დარჩა. Ამ დროისთვის ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბუკუჩავა ამბობს, რომ ეს ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის და ის პარტიიდან გასულმა წევრებმა უნდა დატოვონ და შექმნან ახალი ფრაქცია. მეორე ჯგუფს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. დღესვე გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა მიხეილ სააკაშვილთან კიევში ვიზიტის დეტალებზეც ისაუბრეს. Როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, შეხვედრის მთავარი საკითხები ყრილობა და პარტიის სამომავლო გეგმები იყო. სამწუხაროდ მათ თავიანთი პირველი პოლიტიკური გამოსვლა სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლანძღვაგინებას დაუთმეს. ახლა კი იგივე ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი არ ტოვებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას პარლამენტში. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ ასეთი გზა აირჩიეს და ჩვენ ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს და ყველა გულშემატკივარს, რომ ყველაფერს დავაკეთებთ იმისთვის, რომ იმ 500,000-ზე მეტმა ამომრჩეველმა, რომელმაც ხმა მისცა ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას, მათ ყავდეთ წარმომადგენლები პარლამენტში, რომლებიც დარჩენ ერთგული იმ ღირებულებების, რომელზეც ეს მოძრაობა ყოველთვის იდგა და მათი წარმომადგენლები არ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც არჩევნებიდან 2 თვეში დატოვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ხოლო ახლა პროცედურული ხრიკებით ცდილობენ არ დატოვონ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია პარლამენტში. ყველა ჩვენი მოქმედებაზე და ჩვენს გეგმებზე ნაციონალურ საზოგადოებას ეკნება სრული ინფორმაცია, მათ შორის იმ გეგმებზეც რომელზეც იყო საუბარი უკრაინაში, კიევში, საუბარი იყო როგორც 20 იანვრის წყილობის მზადებაზე, ასევე ნაციონალური მოძრაობის სამომავლო განახლებულ გეგმებზე, რა მექანიზმებით, რა ბერკეტებით, რა რესურსებით გვექნება ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ივანიშვილი არის სათავე და საფუძველი ძალიან სერიოზული პრობლემების, ძალიან სერიოზული უბედურების, რაც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ეკონომიკური, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, მათ შორის კრიმინალის კუთხით. ამას სჭირდება ძალიან სწრაფი, ძალიან ეფექტური ბრძოლა.